ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით არის წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პროფესორ დავით მაზიაშვილის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიას ეძღვნება. ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართველი გამომცემლების წიგნების წარდგენა და სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობებია დაგეგმილი. გაიხსნა ლონდონის წიგნის გამოფენა, რომელიც არის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო წიგნის გამოფენა მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქალაქ ლონდონში. წარმოდგენილია დაახლოებით 50-მდე ქვეყანა თავისი ლიტერატურით. ეროვნული სტენდის მასპინძელი გახლავთ მწერალთა სახლი და ეს ყველაფერი ტარდება თავისთავად ცხადია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ძალიან მადლობელი ვართ კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის. გამომცემლობებს ჩამოტანილი გვაქვს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ლიტერატურა, ორენოვანი გამოცემები, ინგლისურენოვანი გამოცემები. გაიმართა ჩემი ახალი მონოგრაფიის პრეზენტაცია, რომელსაც ქვია სიტყვა როგორც მუსიკა და მოძრაობა, დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში. ძალიან გვიხარია, რომ ესეთ მასშტაბურ, საერთაშორისო, ძალიან პრესტიჟულ წიგნის და წიგნიერების სამყაროში ვიმყოფებით. ჩვენ წარმოვადგინეთ პატარ-პატარა ფრაგმენტები იმ ქორეოგრაფიული კომპოზიციებიდან, სპექტაკლებიდან, რომელიც ასახულია დავით მაზიაშვილის წიგნში და მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლიტერატურასთან ერთად, ლიტერატურულ პროცესებთან ერთად ასევე წარმოდგენილი არის თანამედროვე ხელოვნება, კერძოდ თანამედროვე ქორეოგრაფია